გამარჯობა მეგობრებო, ჩემი სახელია ნიტა, მე ვარ 7 წლის და დღეს ჩვენ დავაგემოვნებთ შოკოლადებს, რომელიც არის აღდგომასთან დაკავშირებული. ერთი სურპრიზი მაქვს, რომელსაც ცოტა ხანში განახებთ. მოდი დავიწყოთ ამ კვერცხით, როგორ სათამაშოს გავს მეგობრებო და რა ლამაზია, მაგრამ ეს სათამაშო არ არის. ეს არის კვერცხი. მეგობრებო, ცოტა იაღლიში მომევიდა ამ შოკოლადის ჩაკმეჩის დროს. მაგრამ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ არის გემრიელი. ამ შოკოლადს დავწერდი 10-დან 7 ქულას. მეგობრებო, შემდეგი არის კარამელის კამფეტი. მეგობრებო, სიმართლე რომ გითხრათ, მე დიდად ეს კამფეტები არ მიყვარს, მაგრამ ქულებს რო უწერთ, აუცილებლად უნდა გავსინჯო. და მოდი გავხსნათ. გონი ცოტა რთული ჩასაკმეჩი იქნება. ეს ნაკავი ვისვამთ. ეს აქეთ ვისვამ. მეგობრებო, დამაგლიჯა კბილები. თუმცა, ცუდი არ იყო და დაუწერდი მე 10-დან 9-ს. მეგობრებო, შემდეგი არის ლიმონის შოკოლადი. მოდი გავხსნათ. შიგნიდან ლიმონი აქვს. მეგობრებო, ცუდი არ არის, ანუ გარედან შოკოლადი კარგია, შიგნიდან ლიმონი. რაღაცნაირი არ მომეწონა რა. მეგობრებო, საერთოდ არ მომეწონა და ამ შოკოლადს დავწერდი 10-დან 2 ქულა. მეგობრებო, შემდეგი არის ეს შოკოლადი. მოდი გავხსნათ. ეს ალბათ გემრიელი უნდა იყოს. მეგობრებო, შიგნით რაღაც ხრატუნა არის, აი ბურთები როა. აღარ ეგეთი არის. ესეთი ბურთები აქვს, ძალიან კაია. აი ესეთი ბურთები აქვს. მეგობრებო, ესეთი გემრიელი იყო, რომ სულ შევჭამე. და ვუწერ, რა თქმა უნდა, 10-დან 10-ს. მეგობრებო, შემდეგი არის ესეთი კამფეტი ჟელიბონივით არის და მოდი გავხსნათ. მეგობრებო, ნახეთ როგორია. მოდი ესე იმავსკნათ. ისე რა. მეგობრებო, შიგნიდან რაღაც აქვს. ჟოლოსავით არის, მეგობრებო, და ცოტა არ მომეწონა. მეგობრებო, მე ამ ჟელიბონს დავწერდი 10-დან 5 ქულა. მეგობრებო, შემდეგი. აი ესეთია. და მოდი გავხსნათ. ამას ცოტა სხვა ფორმა აქვს. აი ესეთი. აქეთ დავდოთ. დედაჩემმა არ მითხრა ამ შოკოლადის შიგნით რომ ალკოჰოლი იყო. და ვერც კი შევჭამე, მგონი სახეზეც მეტყობა. ეხლა მოდის შოკოლადის კვერცხების დრო. აი ესეთი კვერცხებია. ანუ ყველა ლურჯ ფერში არა, ანუ სხვადასხვა ფერებში არა. და მოდი გავსინჯოთ ჩვენ ლურჯი. აქეთ დავდოთ. მეგობრებო, 10-დან 10 რასაც დავწერე, იგივე გემოაქვს, ოღონდ ცოტა სხვანაირი, ანუ ბურთები აქვს რა შიგნით. აი ესეთი. ძალიან კაია. ამიტომ ამასაც 10-დან 10-ს ვუწერ. მეგობრებო, ესეც კვერცხია, ოღონდ პატარა ზომის და სხვა გემოთი. კაი, მოდი გავხსნათ.
Dankeja. გემრიელია, შიგნიდან აქვს თეთრი და ასევე არის ნუტელას შიგთავსით. მეგობრებო, ამას დაუწერდი მე 10-დან 6 ქულა. მეგობრებო, გახსოვთ სურპრიზზე რო გითხარით ვის დევს დასაწყისში. და აი ისიც. ეს არის ყველაზე დიდი შოკოლადის კვერცხი ჩემს სახლში. მგონი მსოფლიოშიც. და მოდი გავხსნათ. ვაიმე? მეგობრებო, ეხლა დინოზავრი რო ამოხტეს. მოდი ჩავპიჩოთ და ვნახოთ რა მოხდება. კარგია ძალიან. მეგობრებო, არა, დინოზავრი არ ამოხტა. ამოხტა საჩუქარი. მეგობრებო, ნახეთ. მეგობრებო, მე შავი შოკოლადი არ მიყვარს და ესაა შავი შოკოლადი, მაგრამ არა უშავს რა, კარგია მაინც. და მე ამას დაუწერდი 10-დან 9-ს. მეგობრებო, მოდი საჩუქარიც გავხსნათ. კი ვიცი რომ ეს გოგოების არ არის, მაგრამ მაინც გავხსნათ. მოდი გავხსნათ. ესეთია. მე ამომივიდა ეს მწვანე მანქანა. მოდი გავხსნათ ეს მანქანაც. მეგობრებო, მგონი საშლელი არის, იმიტომ რომ მაგარი არ არის, ანუ არ დადის რა, საშლელია მგონი. მეგობრებო, პირველი ნაწილი ამით დასრულდა და გემშვიდობებით. აუცილებლად გადავიღებ part 2-ს. აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. ნახვამდის.